და ასევე მინდა გავაგრძელოთ ჩვენს ახალგაზრდებს სამწუხაროდ ძალიან დიდ ნაწილს უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს არც საქართველოს ისტორიაზე, არც რუსეთ-საქართველოს ისტორიაზე, თვითონ რუსეთის განვითარების ისტორიაზე, სპარსეთის ისტორიაზე, ოსმალეთის ისტორიაზე. ამ სიტუაციაში საქართველოსთან დამოკიდებულებაზე დღეს ლაპარაკობენ არაბებზე, გროდასვა კონკრეტულად და კითხვა აბა რა იყო არაბების მმართველობა საქართველოში, ვერაფერს ვერ გეტყვიან, გარდა იმისა, რომ გეტყვიან, რომ არაბების ნებისმიერი მმართველობა, რომელიც შენი არ არის და სუვერენული არ არის ცუდი. მაგრამ თუ სიღრმეებში არ ჩაიხედავ, მაშინ მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირულად ისაუბრებ ამ თემებზე და შესაბამისად მე, როდესაც პოლიტიკური არჩევანის გაკეთების წინაშე აღმოჩნდები, ვერ გააკეთებ ნორმალურ არჩევანს. ეს არის ძალიან მარტივი სინამდვილეში. რეგიონის როლი სამხრეთ კავკასიაში, ამაზე ვთქვი, ეს შესაძლებლობები ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. მე პირდაპირ ვიტყვი, რომ ის რომ ყველას აქვს თავისი ინტერესი საქართველოში და საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა მომგებიანად ვაქციოთ ჩვენი ქვეყნისთვის. ის რომ ჩრდილოეთს სურს სამხრეთთან დაკავშირება და სხვა შესაძლებლობებიც არსებობს, მაგრამ უმოკლეს გზა არის საქართველოსზე გზა, ჩვენ ეს უნდა ვაქციოთ ჩვენს უპირატესობას. ისევე როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის სურვილი, რასაც ქვია ეს ჩვენი შუა დერეფანი. მაგრამ ამ შემთხვევაში ვთქვათ ასე პირდაპირ, ჩვენ კი გვინდა რომ ყველას დაუთმოთ ეს გზა და ყველამ გაიაროს და გაიტანოს თავისი ტვირთი და ყველამ თავისი ეკონომიკური ინტერესი დაიკმაყოფილოს. მაგრამ საქმე ის არის, რომ ყველა ამ ქვეყანას ჩრდილოეთითაც, სამხრეთითაც, დასავლეთითაც, აღმოსავლეთითაც თვითონ უნდა რომ აკონტროლოს ეს ტერიტორია და ეს ტვირთები. ეს ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ხო არ უშლით არავის და ან ვერ შეუშლით ხელს კაცმარო თქვას, რომ მათ ეს გაატარონ ეს ტვირთები, მაგრამ არა, იმას უნდა რომ იმან აკონტროლოს, ამას უნდა რომ ამან აკონტროლოს. და აი ამაში ვიჭყლიტებით ჩვენ. ეკონომიკურ ინტერესზე უფრო მეტად წინა პლანზე იწერა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ინტერესები. იმიტომ რომ ეს კონტროლი შესაბამისად გულისხმობს პოლიტიკურ კონტროლსაც, ტვირთნაკადების კონტროლი. და სწორედ ამიტომ არის, რომ ყველა ცდილობს, რომ საქართველოში იყოს მის მიმართ ლოიალური ხელისუფლება, მარიონეტული ხელისუფლება. და ხელისუფლება, რომელიც ეროვნულ ინტერესებს გაატარებს, რასაკვირველია, ხელსაყრელი არ არის, თქვა პირდაპირ არც ერთი პოლუსისთვის. იმიტომ რომ ეს მათ დიდ ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. რა უნდა ვქნათ ასე შემთხვევაში? წონასწორობა უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ ვართ პატარა ნავი, როგორც თავის დროზე შევარდნადებ, თქვა მოტორიანი ნავი ვარო. და რამდენჯერაც შევძელით წონასწორობის შენარჩუნება, იმდენჯერ გადავარჩინეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა. შეიძლება ცალკეულ სახელმწიფოებად, მაგრამ ეს მაინც არსებობდა. და რამდენჯერაც წონასწორობა ვერ შევინარჩუნეთ, იმდენჯერ ჩამოიქცა საქართველო როგორც სახელმწიფო. ამ საფრთხეების წინაშე ვდგავართ დღესაც და ის იდეოლოგია, რომელსაც ამ წლების განმავლობაში თავს გვახვედენ, ეს ტროცკისტულ ლიბერალური იდეოლოგია. ესეთი თავდასხმები ქართულ საზოგადოებაზე, რაც ჩვენ 20 წლის განმავლობაში ვნახეთ, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. სამეცნიერო ნაწილის და საგანმანათლებლო სფეროს დანგრევა რო ახსენე სოროსის გამოჩენა საქართველოში, ჩამოაქციეს მეცნიერებათა აკადემიაში შემავალი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები. უზარმაზარი სამეცნიერო პოტენციალის მქონე ქვეყანა პატარა სამეცნიერო ცენტრებად გადააკეთეს სხვადასხვა უნივერსიტეტებში გახსნილი 4-5 ცენტრის დონეზე. როცა 60-ზე მეტი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი იყო უმაღლესი დონის მეცნიერებით. საერთაშორისო მასშტაბის მეცნიერები მუშაობდნენ. ყველაფერი მომსპარია ახლა. და ეს იდეოლოგია დაიყვანეს ამ ბოლონიის პროცესამდე. 11 კლასი იქნება სკოლაში თუ 12 კლასი იქნება სკოლაში. ეს როგორ შეიძლება მსჯელობის საკითხი იყოს იმ ქვეყანაში, სადაც პრობლემა დგას წაკითხulis გააზრების და სკოლის მოსწავლეებზე კი არა მხოლოდ. ეს პრობლემა დგას უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან. და ამ დროს ლაპარაკი არის იმაზე, ვინმეს მიეცემა თუ არა უცხოეთში მე-12 კლასი თუ არ იარსებებს, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. ეს ხო ინფანტილური დამოკიდებულებაა იმ პრობლემის მიმართ, რომელიც რეალურად არსებობს ამ ქვეყანაში. იმიტომ რომ ეს ადამიანები, რომლებზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ასე, რა თქმა უნდა, გულის ტკივილით, ეს ადამიანები ხვალინდელი საქართველოა. ხვალ ისინი უნდა ჩაუდგნენ საქართველოს სათავეში. ან ჭკვიანი მტერი ჩაუდგება ამ ქვეყანას სათავეში, ან უგნური მოყარე, რომელიც ასევე მტრის სასარგებლო საქმეს გააკეთებს. პირადად შეემს ან თქვენს რომელიმე თქვენგანის მტერზე კი არ
ვლაპარაკობ სახელმწიფოს მტერზე, სამშობლოს მტერზე, რომელიც ამ ქვეყანას გადააქცევს მართლა რაღაცა მომსახურე სივრცეთ სხვადასხვა საერთაშორისო მოთამაშეებისთვის. ჩვენ ხო ხედავთ რა ხდება უკრაინაში. რა უკრაინაში მხოლოდ იდეოლოგიური ომია და ეკონომიკური არა? იმ ტერიტორიებზე, რაზეც პრეზიდენტმა ზელენსკიმ კონტრაქტი გააფორმა ბრიტანელებთან და შემდგომ ხელშეკრულება გააფორმა პრეზიდენტ ტრამპთან, როცა ის აძალებდა, რომ ხელი მოეწერა ხელშეკრულებისთვის. რატომ დაჩქარდა მაშინვე ომის დამთავრების მოთხოვნები? იმიტომ რომ წიაღისეული ამოსაღებია, იმიტომ რომ შავმიწანია დაგიანის ზოლი, რომელიც უკრაინის სამხრეთს, რუსეთის სამხრეთს და ყაზახეთის ჩრდილოეთს მოიცავს. რომლის თავის დროზე ყაზახეთიდან რუსეთის გადაცემას ცდილობდა ხრუშოვი, ისევე როგორც ყირიმი გადასცა თავის დროზე უკრაინას 56 წელს, 54 წელს. აი ამ პრობლემების წინაშე დგას ახლა უზარმაზარი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, დაანგრეული და გაპარტახებული და განადგურებული. ახლა რას ამოიღებენ და ზემოდან როგორ გამოიყენებს BlackRock-ი იმ მიწას და მიწის ქვეშა წიაღისეულს. აი ამ დონეზე არიან, ვინმე საინტერესებს 10 მილიონი უკრაინელი, რომელიც ქვეყნიდან არის გაქცეული. დაბრუნდებიან თუ არა ისინი. ქვეყანა რა არის? ქვეყანა არის დემოგრაფიული რესურსი და იმ დემოგრაფიული რესურსი ინტელექტუალური ნაწილი. აბა ქვეყანა არ არის მხოლოდ თაგორები და მინდორველები. სადაც შობილვართ, გავსდილვართ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვუფრთხილდებით და ვაფასებთ ამას და წინაპრების მიერ ბრძოლის შენარჩუნებულს, რა თქმა უნდა, ერთი წამითაც არ გადავაფარებთ ნისლს, მაგრამ თუ ამ ქვეყანაში ჩვენი წინაპრების მიერ ბრძოლით, სისხლით და დიდი ინტელექტუალური შრომით მოპოვებულს, საბოლოო ჯამში ქარს გავატანთ და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აღმოჩნდება ან უცხოელების ინტერესების გამტარებელი ბოროტი მტრებისთვის, ან უგნური მოყვრების ხელში, მაშინ არაფერი აღარ დარჩება საქართველოსგან. აი ამიტომ იყო ბოროტი ეს ლიბერალური იდეოლოგია ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის, რასაც უძლებს გერმანია, რასაც უძლებს საფრანგეთი და რასაც უძლებს კი უზარმაზარი პრობლემებით ინგლისი ან იტალია, ჩვენისთანა პატარა ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს, ვერანაირად ვერ გაუძლებს. იმიტომ რომ რესურსი არ აქვს საამისოდ, დემოგრაფიული რესურსი არ აქვს ჩვენ ამისთვის. ჩვენს ქვეყანაში ახალქალაქში და მარნეულში ქართულად არ ლაპარაკობენ. პატარა ქვეყანაში. და ეს პრობლემა ვერ მოვაგვარეთ 35 წლის განმავლობაში. უფროსი თაობის წარმომადგენლების საკომუნიკაციო ენა უფრო არსებობს, დაუშვათ იგივე რუსული, ვიდრე ახალგაზრდებთან საკომუნიკაციო ენა. საერთოდ არ იციან ქართული საუბარი. ქართულად ვერ ლაპარაკობენ ადამიანები. და აი ასეთ პირობებში წარმოვიდგინეთ რამხელა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა. ამიტომ ამ კუთხით არის განსაკუთრებით ჩემი აზრით ყურადღება გასამახვილებელი და ურთიერთობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი ჩემი აზრით ბოლო 35 უფრო მეტი წლის განმავლობაში 40-ის შეიძლება ითქვას 87-88 წლიდან დაიწყო ეს პროცესები. უამრავი ადამიანი ცხოვრობს რუსეთში, საქართველოსთან წასული. და ესენი არ არიან ხშირ შემთხვევაში ევროპაში წასულებისგან და ამერიკაში წასულებისგან განსხვავებით, მხოლოდ უბრალო მუშა მოსამსახურეები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იქ სერიოზულ სამუშაოს ეწევიან და სერიოზულ ბიზნეს, ასე ვთქვათ, პროექტებს ახორციელებენ და ინტელექტუალურ რესურსითაც გამოირჩევიან. და ნუ ეს იყო იმ წინა 70 და უფრო წინა პერიოდის, ასე ვთქვათ, დამსაწინა 120 წლის დამსახურებაც ამ 70 წლის წინა 120 წლის. იმიტომ რომ ეს ინტეგრაციული პროცესები მუდმივად იყო. ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ იმგვარად შემოbrunებას და იმგვარად გათავისუფლებას ამ ლიბერალური იდეოლოგიური მარწუხებისგან, რომ ამ ადამიანების რესურსი, ინტელექტუალური და თუ გნებავთ ეკონომიკური რესურსის, ფინანსური რესურსის, ჩავაყენოთ საქართველოს სახელმწიფო, ჩავაყენოთ შეიძლება უხეშად ნათქვამია, მოვაქციოთ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების სამსახურში. აი ამას იცით რატომ ვერ ვახერხებთ? იმიტომ რომ მაშინვე იარლიყების მიწებება იწყება. იმიტომ რომ მათ არ აქვთ ამისი უფლება. იმიტომ რომ ასე არ შეიძლება. იმიტომ რომ ვიღაცას მოუნდა რომ ადამიანები, რომლებსაც უნდათ ამ ქვეყნისთვის სიკეთე, უცბად მტრებად გამოაცხადონ.
და ძალიან ბევრი ადამიანი ამ მედია და სოციალური ქსელების და ინტერნეტ ბულინგის თუ თავდასხმების 1000 უბედური შეურაცხყოფელი ფრაზის გამო ერიდება ამ საკითხებზე ხმამაღალ საუბარს. ვინც საუბრობს, ისინი რა თქმა უნდა უძლებენ და ვუძლებთ ამას და ვიცით, რომ ეს აუცილებელია ამ თემებზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ ეს ხმა ფართოდ არ ისმის და მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით თითოეულმა ჩვენგანმაც და უპირველესად ხელისუფლებამ, მაგრამ ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ საუბარი იმაზე, როგორ შეიძლება ჯერ კიდევ სანამ არსებობს ეს რესურსი. მე ყურადღება გავამახვილე წეგან საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდების აბსოლუტურად გაუცხოებაზე ქართულთან, მაგრამ ჩვენ ამ საფრთხის წინაშე აღმოჩნდებით უახლოეს სამეზობლოსთანაც და უპირველესად რუსეთთან. ფაქტობრივად იქ აღარ იარსებებენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ თუნდაც გარკვეული სენტიმენტები ქართულთან და საქართველოსთან დაკავშირებით. რაც შემდგომ უფრო მეტად სასტიკს გახდის რუსულ ინტერესებს საქართველოს ტერიტორიასთან დაკავშირებით. ამიტომ გვჭირდება ცოტა მეტი დიპლომატია ამ თვალსაზრისით და მოქნილობა. და მე ვფიქრობ, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს, ასეთი პლატფორმები ამ შესაძლებლობას აჩენენ და ვფიქრობ, რომ მომავალშიც კარგი იქნება თუ ასე გაგრძელდება. და ამიტომ კიდევ ერთხელ ბატონო ტატო ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის. მადლობა.